საპოპულიზმზე ვსაუბრობთ, ეს არის პოპულიზმი, რომელიც ხალხს კლავს, ხო? იმიტომ რომ იმისთვის რას აკეთებს ქართული ოცნება, რომ რაღაცა მარტივი ხმები მოიპოვოს, რაღაცა კონკრეტული პოპულისტური მესიჯებით, რაღაცა ელექტორატი მოიზიდოს და მათ რაღაცა დაუმტკიცოს, ვის წირავს? წირავს ადამიანებს, რომლებიც არიან ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში. მოდი აი წარმოვიდგინოთ მოზარდი, რომელიც იზრდება საქართველოში, ხო? ოჯახი, ანუ სკოლამდელი აქციის პერიოდში დედას და მამას ძირითადად ბევრი სოციალური ფონის გამო უწევთ ამ მთელი დღე მუშაობა და ბავშვთან შესაბამის დროს ვერ ატარებენ. მიდის სკოლაში, რომელიც აბსოლუტურად ჩამონგრეულია, ხო, სისტემა. მისთვის ხელმიუწვდომელია მუსიკის, ხელოვნების, სპორტის, რა სხვადასხვა სივრცეები, სადაც ეს ბუნებრივი რაღაცა შემეცნების მომენტი, რომელიც თავისუფალ დროს დახარჯავს, ხო? მიდის უნივერსიტეტში სადაც აქვს მუდმივი პრობლემა გადასახადის გადახდის, კომუნალურის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისი სამსახურები არ იქ თუ მოხდა, ესეც უკვე რაღაცა მცირე პრივილეგია არის და ამ დროს ეს საცდური ყოველთვის არსებობს, ხო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ყველაზე შემეცნებით, ყველაზე რაღაცა ისეთ ასაკში ხარ, როცა ეძება ახალს, რაღაცა შენი ბუნებრივი ენერგია გინდა გარდაქმნა და აი ამ ადამიანს, ხო, წეგანს ვთქვით რა გავრცელებული ეხლა არის უფრო მეტად ეს აფთიაქო ნარკომანია და რას ეძებდა, რას ხედავდა წლების განმავლობაში მოგვარების და პანაცეის გზად სახელმწიფო. ამ აფთიაქებთან ჩამწკრივებულ ოპერ-მუშაკებს, რომლებიც ამ ბავშვებს დაიჭერდნენ ხოლმე, ჩასვამდნენ მანქანაში, დაავერბოკებდნენ, ისე რომ ვთქვა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათ ვერ იჭერდნენ პირდაპირ, იმიტომ რომ რაც კრიმინალს ეს არ შეიცავდა, თუმცა აი ცდილობდნენ რომ რაღაცა წნეხში ისედაც აი რაღაც სომატურ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ სტრესს განიცდის, კიდე დამატებით სისტემისგან იპრესებოდა. არანაირი ზრუნვა, არანაირი რაღაც ემპათია. და ხო ხედავდით წლების განმავლობაში გურორაზე ჩემი საუბრი ამ ადამიანების პირდაპირ გამოყენებას